მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქორუმი გვაქვს და შესაბამისად ხდომის ჩატარების წინაპირობა არსებობს. ჩვენ გასახელულად ერთი საკითხი გვექნება, მხოლოდ დღეს წესრიგში დგას დღესდღეობით არის ერთადერთი საკითხი, ეს არის კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, ხვალიდან იხსნება საგაზაფხულო სესია პარლამენტში და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ნაყოფიერ შრომას საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგში მდგომ საკითხს, მაქვს შემოთავაზება, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ, ვინ არის მომხრე. მადლობა. მე ჩაგიკითხავთ შესაბამის ინფორმაციას, რომლის პროექტიც არის გამზადებული, არის წარმოდგენილი. Როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომიტეტი 157 მუხლის მეათე პარლამენტის რეგლამენტის 157 მუხლის მეათე პუნქტის შესაბამისად შეისწავლის კომიტეტის ხდომებზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და ხდომებზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციას. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ზეგალბად გვექნება კიდევ ხდომა და ესეთი საკითხია განსახილველი და დროიდან გამომდინარე, იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც არის რეგლამენტით განსაზღვრული, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვადები ბუნებრივია არ დავარღვიოთ და დღეს ჩავატაროთ ეს ხდომა. შემდგომ ასევე როგორც სესიის გახსნის პირველ პერიოდში ჩვენ კომიტეტი ძალიან აქტიურად არის ჩართული, შესაბამისად ხდომები გვექნება აუცილებლად. რაც შეეხება ამ დღის წესრიგში მდგარ საკითხს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 157 მუხლის მეათე პუნქტის შესაბამისად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების, კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის, იგულისხმება მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის ხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს. აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის დასწრება მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 25 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 157 მუხლის შესაბამისად კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ საკითხის შესწავლის მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებისგან მიიღო ინფორმაცია კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების მოსმენის თაობას. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 25 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის ხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლილ პერიოდში ასევე პარლამენტის რეგლამენტის 157 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის ხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. პარლამენტის რეგლამენტის 157 მუხლის მეათე პუნქტის შესაბამისად შესწავლის შედეგები წარადგინება პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. ეს არის ის ინფორმაცია, რომლის სავალდებულო შესწავლა და თქვენთვის გაცნობის ვალდებულება ჩვენ პარლამენტის რეგლამენტმა დაგვაკისრა, ამიტომაც პერიოდულად გვიწევს ამ ინფორმაციის მოსმენა. არ იყო დაბარებული თანამდებობის პირი თუ არ იყო, ეს ინფორმაცია უცებად უნდა იყოს მოკვლეული და თქვენთვის შესაბამისად მოწოდებული. ეს იყო სულ, ეს ჩვენ ამას მივიღებთ შესაბამის ინფორმაციად, ამ ყველაფერს კენჭისყრა და მხარდაჭერა არ ჭირდება, გადაეცემა ბიუროს და შემდგომ უკვე მოხდება გაანალიზება ამ ინფორმაციის. ეს იყო სულ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და შემდგომ უკვე გეცნობებათ აუცილებლად შემდგომი კომიტეტის გამართვის თარიღი. დიდი მადლობა.